პრეზიდენტ პუტინის დანიშნულმა ჯალათმა ოლიგარქმა ქართული სახელმწიფო დააგირავა კრემლის ლომბარდში, პარალელურად შეუდგა ჩვენი მამულის სრულ არაბიზაციას. ახლა ვიმყოფებით ცხეთის რეგიონში, ისტორიულ სოფელ აღაიანში, სადაც მარტო ერთი გარიგებით არაბულ კომპანიამ შპს ალ-რასიხს გადაეცა 9 მილიონი კვადრატული მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მთავრობის დადგენილებით კობახიძის ხელმოწერით, რომელიც ახლა გვამშვიდებდა, რომ არაფერი არაბიზაცია არ მიდის და თურმე საქართველოში დემოგრაფიული ბუმია და ყველა გაქცეული ქართველი უკან დაბრუნდა და გადაივიწყო სოფლები და ქალაქები და ეს დასახლებები თურმე ქართველებისთვის არის განკუთვნილი. აი ახლა რო გვარწმუნება, ურცხვით ავპირით რო გვარწმუნებდა, ხო? აი მისი ხელმოწერით თხოთის მთა აგერ ჩანს პირდაპირ. თხოთის მთა, სადაც მე-4 საუკუნეში ქართლის მეფე მირიანმა იხილა სასწაული ზის ანთების სახით დიდი დაბნელების შემდეგ და გამოაცხადა საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. აი მთაზე ასევე ათეული ათასობით კვადრატული მეტრი გაცემულია არაბებზე იმისათვის, რომ აქ აშენდეს მათი დასახლება, სასტუმრო, ინფრასტრუქტურა და ყველაფერი. კიდევ ერთხელ და დაბაჯითებით ვაფრთხილებ არაბული ქვეყნების ხელმძღვანელობას, მათგან აკრედიტირებულ აქ დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მათ ყველა კომპანიას, ვინც უკანონო რეჟიმთან, რომლის კანონიერება აღიარებული არ არის სოფლიო დემოკრატიაში, აფორმებს ამგვარ ხელშეკრულებებს, ელოდებათ წინ ძალიან დიდი ზარალი, რადგან რეჟიმ ივანიშვილისა ძალიან მალე ქართველი ხალხის ნებით არ იქნება, ხოლო მათგან დადებული მოღალატეობრივი გარიგებები, ყველა შეთანხმება და კონტრაქტი იქნება გაუქმებული ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.